ერთი მოგვარეების დაოჯახებასთან დაკავშირებით წერენ. მამო, რას ლაპარაკობ და რას უდება ამ ხალხს თავში? საწერია, დაგვანახე, სად რო შეიძლება ერთი გვარის ხალხმა დაოჯახდეს. ასე შემდეგ. პირველ რიგში, მაგალითად, ჩემი გვარის სარია შეიძლება იყოს მაგალითად ინდოეთშიც არის და არის ასევე ამერიკაშიც. ნახავთ. რა ვქნა ხარ ახან სარია, არ მოვიყვანო და უშოთ ჩემი გვარის ამ არ უნდა მოიყვანოს ცოლად. და მეორე მხრივ მაგალითად, როდესაც არის ჩიგოგიძე და გადაიკვეთა გვარი ბარათაშვილად. ამ შემთხვევაში რა ხდება? ან მაგალითად ბავშვი იშვილე და ბებიის გვარზე არის და ასე შემდეგ, ბევრი მაგალითად. თუ სისხლით ნათესავი არ არის, გვარს ეკლესია არ აქცევს ყურადღებას მე-6 თაობის შემდეგ. საწერია და საეკლესიო წესები კარგად ჭირდება გავაცნობიეროთ, გავიაზროთ. თორე ძველაღთმაში იყო საერთოდ ეს მოშლილი იყო, ახალაღთმაში ხდება ეს ტრადიცია. თორე ძველაღთმაში კაინის და ზოგადად აბელის და მათი, რასაც უყურებთ ადამის და ევას შთამომავლები, ქალიშვილები და ვაჟიშვილები ოჯახდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა შემდგომ ტრადიციამ ეს ყველაფერი გარდაქმნა და ცოდვად ითვლებოდა ინცესტად ნათესავების დაოჯახება. რატომ? ამაზე შეგვიძლია მაგალითად ლაივში უფრო ვრცლად და ფართოდ ვისაუბროთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. კარგად დავფიქრდეთ, როცა ვამბობთ ტრადიციასა და რელიგიას ვახსენებთ და ერთმანეთს უკავშირებთ. გაიხარეთ.